ადამიანები მწერენ უდიდესი მადლობა ყველას, რომ არ შეხვიდე Facebook-ზე, ისეთი ფულინგი არის, რომ არ მეტკინეს, მაგრამ ვერ მეტკინება ვერც ერთი ადამიანის აი ეს ბულინგი და რატო იცით? აი ასე ვხედავ ყველას. გესმით? იცავენ თავს და რეალურად შიგნით ყავთ ნატკენი, შიგნით აქვთ ნატკენი გული. ვერ გაზრდილი ბავშვი ემოციურად, ვერ გაზრდილი ადამიანი ემოციურად გახლავთ ასეთნი, ვინც მაბულინგებენ და ამ ყველაფერს წერენ. რაქნან ტკივილში არიან, ზოგი შიში არის, ზოგი გაურბის სიმართლეს, რაქნას რო ეშინია ავანთე, სინათლე მათ ჩაბნელებულ გულში და რაქნან რო გაურბიან ამ ყველაფერს. რაქნან რო აგერ კაცო უნდათ გაემართლებინათ თავი იმან ხო ასე გააკეთა, ესე იგი მეც შემიძლია ასე გავაკეთო, ასე სხვას მივუყვანო, სანატრელი, დედა, მამა და ვიღაცა გამოვარდა აქ და მაგალითი მოყავს რაღაცა ცოცხალი ადამიანის და უცბად გეუბნება რომ არ გინდაო, იქნებ ღმერთს მიენდო, იქნებ მიხვდე რომ ეს შენთვის ხდებაო, იქნება და რაღაც კარგს გიმზადებს. შეიძლება ამას რო გეუბნება ადამიანი, რა თქმა უნდა, ვერ ენდობი ისე ღმერთს. ასეთ მდგომარეობაში ხარ, შინაგანად ტირი და გარეგნულად ყვირი. ზოგიერთი მიწერს, ისეთი ბედნიერი ბავშვობა მქონდაო, და მერე მლანძღავს. ბედნიერი ბავშვობის მქონე ადამიანი, უპირობო სიყვარულში გაზრდილი ადამიანი არ ილანძღება. ის ხვდება, რომ ჩვენ ერთმანეთის სარკე ვართ. თუ რამე შეგვეშინდა იმ ადამიანში, თუ რამე არ მოგვეწონა, თუ რამე გაგოხიზიანა, ეს იგი რაღაცა გამოსასწორებელი გვაქვს საკუთარ თავში და კი არ გაურბივართ. არამედ ვიღებთ როგორც მასწავლებლად და ვიცვლებით უკეთესობისკენ. გესმით? ნახეთ, ბევრმა დაბლოკა ის ტკივილი და აღარც კი ახსოვს. აი ეს მაგალითად უპირობო სიყვარულში რომ არ იზრდებოდა. დაბლოკილი აქვს ეს ყველაფერი და იდენტობა აწყო ილუზიაზე, რომ ყველაფერი კარგად არის. გესმით? და ამიტომ ახლა არ უნდა რომ ერთი მწერს რაღაც ისეთ კომენტარს პირადში მომწერა და არ მიპასუხო. იმიტომ რომ ვუპასუხო. შეეცვლება ფიქრები და ამის ეშინია. უნდა რომ გამლანძღოს, მე არც მიპასუხია. გავუგე მას. არ უნდა ჯერ იმ სიბნელიდან გამოსვლა, არ უნდა ჯერ ტირილის შეწყვეტა, ეშინია, ვერ გამოდის. რო გამოვიდეს და რამე რო დაუშავდეს, ნახეთ, ცხოველი როდესაც დაჭრილი არის, შენ რო აი მალალამოთი მიდიხარ რომ მოარჩინო, მოგკლავს. იმიტომ რომ ეშინია ვერ ხვდება, ანუ რაღაც ახალი არის მისთვის და არ იცის რომ შენ მისი გადარჩენა გინდა, ამიტომ მოკლავს. ამიტომ მართლის მთქმელი ადამიანი რატო ყოველთვის დაჩაგრული იყო, რატო წვავდნენ, კლავდნენ, იესო ჯვარს რატო აცვეს? ეშინდათ ადამიანებს სიმართლის. გესმით? ამიტომ ახლა როგორ ვხვდები, იცით, რატო არ მეხება, იცით, ჯერ ხო ასეც ხედავთ და ვხვდები რომ რასაც წერთ საკუთარ თავზე გულისხმობთ, გეშინიათ. Hi, how are you? Yeah, good. Behind the door. Oh, really? I'm gonna yes, please. Thank you, I really appreciate that. გეშინიათ ყველა. დედას ჩემს მოდიან ხოლმე რომ thank you. კვირაში ერთხელ. Yeah, she's here. She's walking. Thank you. დედა ჩემს მოდიან ხოლმე, ეგთანი მოდის და ამოწმებს წნევას, ყველაფერს უმოწმებს. Thank you so. Oh, thank you, I really appreciate it. ამოწმებს. Yes, she is. ყველაფერს რომ ნუ მწყობრში იყოს მაგალითად წნება, ჟანგბადი, აი ყველაფერს რა, ასეთი მადლიერი ვარ. აი, ახლა ეს დახმარებაც დაენიშნა, გესმით, საბუთები რო აიყო დედამ. მადლიერი ვარ ღმერთის. რო არ დავნებთ და ნახეთ ამ ვიდეოს უყურეთ. ზოგჯერ ღმერთის გზა ზუსტად არ მითაურო. ზოგჯერ ღმერთის გზა გახლავთ ცარიელი, ბულინგით ახსავსე. არ ვიცი რამდენი რამით ახსავსე, გესმით, მაგრამ როდესაც წმენაში დარჩები, როდესაც ღმერთის ნდობაში დარჩები და როდესაც უნდა მიხვდე რომ ბულინგი, ანუ ზოგჯერ როდესაც აბულინგები, ჯერ ბულინგი ღმერთო ჩემო,
მაგრამ კარგი, როდესაც აბულინგებენ, როგორ უნდა მიხვდე, მართალი არის ეს ბულინგი თუ აი აქ და აქ სიმშვიდე უნდა იყოს. აი აქ და აქ თუ არის უდიდესი სიმშვიდე, ესე იგი მართალ გზას ემსახურები, გზაზე მიდიხარ და სიმართლეს ემსახურები. ნახეთ, არ უნდა დანებდეთ, ზოგჯერ ვერ ხვდებით რა რისთვის ხდება. ანუ რატო არის ჩემი მშობელი დემენციით? რატო უბრალოდ მიენდეთ ღმერთს. იარეთ თუნდაც სიცარიელეში და მიხვდებით რატო ხდება თქვენ ცხოვრებაში. ამ გულს რო გახსნით, ღმერთს რო ენდობთ, რო არ უღალატებთ საკუთარ თავს, საკუთარ მისიას, ღმერთის, თქვენ შეერთებული ღმერთის ხმას, მაშინ გადმოგეცემათ ზუსტად სასწაული და ამ გულს რო გახსნით, შიშიდან რო გამოხვალთ, უფრო შემცირდება თავშესაფარში მყოფი ბავშვების რაოდენობა, მოხუცთა რაოდენობა, შემცირდება მიტოვებული მარტომყოფი ქალების რაოდენობა. კლავ უპირობო სიყვარულში ჩავდგებით. მაბულინგეთ. მესმის თქვენი შუქი ავანთე და შეგეშინდათ თქვენში არსებული სიბნელის. ამას არ ჯობია კაცო, ვიღაცა მომცა მაგალითი უცბად პასუხისგებლობას გავექცე, სხვას გადავაბარო, არ ჯობია ეს, ვიდრე ანამეუნება როა ეხლა ღმერთსენდეო, არ ვიცი ესე ჰაერში გამოეკიდეო და ღმერთსენდე და იყავი გაუზიარი უპირობო სიყვარულიო შემშობელსო. ეს რთული არის. მესმის თქვენი, მე თქვენ ასე გხედავთ. ამიტომ არ მეხება არც ერთი თქვენი სიტყვა, თავს იცავთ, მე მესხმით. საუკუნეების განმავლობაში ასე არ ხდებოდა, ვინც გამოვიდოდა სიმართლეს იტყვა და ოპ, გააჩუმებდნენ ეგრევე, კლავდნენ. ახლა აღარ არის ასე. ცხავთ ვერავის გიჟად, იმიტომ რომ ეს ყველაფერი, ყველანაირი ინფორმაცია უკვე ხელოვნურ ინტელექტს აქვს. სხვა პერიოდში ვართ. ვეღარ გაიმართლებთ, ვეღარ გავიმართლებთ ტყუილით თავს. იმას მოკლავთ, ის უფრო ძლიერი მოვა. თქვენს დასახმარებლად ღმერთი გამოგზავნის თქვენთვის. და თქვენც გამოგზავნილი ხართ სხვისთვის. ნაქმოვდივართ ერთმანეთისთვის. აბა დროებით.